მადლობა არჩილ, ძალიან საინტერესო ამბავი, ძალიან საინტერესო ქალის შესახებ, რომელიც არაერთ გოგონასთან და ქალთან მივიდა და ძალიან საინტერესო ცხოვრება შესთავაზა. ეხლა მივხვდებით, რასაც გულისხმობ. მეუბნებოდნენ, რომ თოჯინებს მხოლოდ შვილის ფორმა უნდა ჰქონოდათ, რათა პატარებს მათთან დედა-შვილობანა ეთამაშათ. მე კი გადავწყვიტე შემექმნა ძლიერი ქალის სტილით, ძალაუფლებითა და ოცნებებით, რომელიც ბავშვებს ფრთების გაშლის შესაძლებლობას მისცემდა. ეს სიტყვები რუთ ჰენდლერს ეკუთვნის, ბარბის შემქმნელს, რომელმაც დანაპირები რეალობად აქცია და სამყაროს ყველაზე პოპულარული თოჯინა აჩუქა. ბარბი მსოფლიო მასშტაბით უამრავ გოგონას იმედი დაუბრუნა. ოცნების საშუალება მისცა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ის, ვინც უნდათ რომ იყვნენ. თუ ოდესღაც მხოლოდ ერთი იდეალური ბარბი არსებობდა, ახლა მას სხეულის სხვადასხვა ფორმა, კანის ფერი, პროფესია და სტილი აქვს. ის ისეთივე მრავალფეროვანი, განსხვავებული და უნიკალურია, როგორც თითოეული ბავშვი. ამ ყველაფრის უკან კი ერთი ქალი დგას, რომელმაც მსოფლიოს თოჯინით ასწავლა, რომ პატარა ოცნებები შეიძლება ერთ დღეს დიდ ისტორიად იქცეს. კოლორადოს შტატში დაბადებული რუთი 10 და-ძმა შორის ყველაზე უმცროსი გახლდათ. 6 თვისას დედა ცუდად გაუხვდა და მშობლებმა აღსაზრდელად დეიდასთან, სარასთან გაგზავნეს. მართალია, სარამა სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებდა, თუმცა პატარა რუთი ადრეულ ასაკშივე მიხვდა, რომ დამოუკიდებლობა უნდა ესწავლა და თუ რამის მიღწევა სურდა, მოქმედება იყო საჭირო. უნივერსიტეტში სწავლისას ელიოტ ჰენდლერი გაიცნო. მოგვიანებით კი ელიოტსა და მეგობარ მეცონ ჰაროლდთან ერთად კომპანია მატელი შექმნა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. სურათების ჩარჩოების, მუსიკალური სათამაშოებისა და ავეჯის წარმოებაში გართულებს, მაშინ ვერც კი წარმოედგინათ, რომ კომპანიის მთავარი გამოგონება ჯერ კიდევ წინ იყო. ყველაფერი ელიოტისა და რუთის ქალიშვილის ბარბარას დაბადების შემდეგ შეიცვალა. როგორც ყველა გოგონას, თამაშიც მასაც ძალიან უყვარდა. ერთ დღეს რუთმა შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქაღალდის თოჯინები ზრდასრულ ქალებად წარმოედგინა. მათ სხვადასხვა როლს არგებდა. ზოგი სტუდენტი იყო, ზოგი ექიმი. მაშინ ყველა თოჯინას მხოლოდ შვილის ფორმა ჰქონდა, ამიტომ სიცარიელის შევსებას ბარბარა ფანტაზიით ცდილობდა. მივხვდი, რომ არც ერთი მათგანი არ ასახავდა იმას, თუ ვინ შეიძლება გამხდარიყო ის. მაშინ ვთქვი, რომ შევქმნიდი ისეთ თოჯინას, რომელშიც ბავშვები მომავალ მეს დაინახავდნენ. ამ სიტყვებით დაგონებულმა რუთმა მოქმედება დაიწყო. იმ დროისთვის ასეთი მხოლოდ ერთი თოჯინა სახელად ბილდ ლილი არსებობდა, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ბარბარამ ის დედასთან ერთად ევროპაში მოგზაურობის დროს ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შენიშნა. მალევე ბილდ lilis უფლებები მატელმა იყიდა. 1959 წლის 9 მარტს რუთ ჰენდლერმა მსოფლიოს პირველი ბარბი წარუდგინა, რომელსაც სახელი ქალიშვილის ბარბარას პატივსაცემად დაარქვა. თოჯინა მოდის სტანდარტებს იყო მორგებული, 28 სანტიმეტრიან პლასმასას ფიგურას ქერათმა, უნაკლო სხეული ჰქონდა, შავ-თეთრი ზოლებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმი ეცვა და წითელი ტუჩსაცხი ესვა. ის სულ რაღაც $3 ღირდა. ოდესმე მე ზუსტად შენაირი ვიქნები. მანამდე კი დავიჯერებ, რომ შენაირი ვარ. ამ სიტყვებით სრულდებოდა ბარბის პირველი სატელევიზიო რეკლამა. თუმცა შემდეგ მატელი მიხვდა, რომ პატარები იდეალურ თოჯინებს კი არ უნდა მორგებოდნენ, არამედ ბარბი უნდა გამხდარიყო მათნაირი. თავიდან აფრო-ამერიკელი ბარბის შექმნით დაიწყეს. მომავალ ბარბებს უკვე იდეალური ფორმები აღარ ჰქონდათ. მეტიც სხვადასხვა საჭიროებას, ეროვნებასა და პროფესიას განასახიერებდნენ. ამ წამოწყების წყალობით მალე მსოფლიო მასშტაბით ყველა ბავშვს მისნაირი თოჯინა ჰყავდა. ბარბის მეგობარი ბიჭი, კენი, მხოლოდ 3 წლის შემდეგ შექმნეს. სახელი კი რუთ ჰენდლერის ვაჟის კენეტის პატივსაცემად დაარქვეს. შემდეგ ბარბის საუკეთესო მეგობარიც აჩუქეს. მინდოდა ბარბის თოჯინას ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რომ ქალს არჩევანი აქვს. რუთ ჰენდლერმა ეს სიტყვები რეალობად აქცია. დღესდღეობით ბარბი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სათამაშო. და აი, ამდენი წლის შემდეგ ბარბი ისევ რჩება საკმაოდ ინტენსიურ არჩევანად გოგონების ცხოვრებაში და მიხარია, რომ ყველას თავისი ბარბი შეუძლია ყავდეს, მისნაირი, როგორც საკვირდნენ და მისი გემოვნების და ხასიათის მიხედვით. და რაც თავარია, ყველა წამოწყება უბრალოდ ბევრი საკუთარი საჭიროებები თუ საკუთარი შვილებისგან წამოსული ინსპირაციით ხერხდება ხოლმე და ესეც არ არის გამონაკლისი.